მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ თქვენ პატარა საჯარო გაშლა თემაზე, ენატრებით თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. ჩაიფიქრეთ, ნებისმიერი ადამიანი არ არის აუცილებელი რომანტიკული ასპექტით. პირადი კონსულტაციის მსურველება მომწერეთ პირადში და მოდით ახლა დავარიგებ ვარიანტებს, კონცენტრირდით ჩაფიქრებულ პიროვნებაზე და ვნახოთ ენატრებით თუ არა მას. ენატრება თუ არა პირველი ვარიანტი მათ მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას, ენატრება თუ არა მეორე ვარიანტი მათ მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. ორ ვარიანტიანი გვაქვს დღეს გაშლა. პირველი ვარიანტი გვექნება ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი გვექნება ასეთი ქვა. აირჩიეთ სასურველი, რომელიც უფრო მეტად გიზიდავთ. თუ გჭირდებათ დააპაუზეთ პირველი, მეორე და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, ვინც არა ვაპაუზებთ და ნახოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტი. ხმლების ტუზი ამოვიდა აქ, მეგობრებო. მონატრებასთან დაკავშირებით რას ვიტყოდი, იცით? ფიქრები აშკარად აქვს ამ ადამიანს თქვენთან დაკავშირებით. ფიქრები ნამდვილად არის. ეს იცოდეთ. მაგრამ მონატრებაზე იცით როგორ რაღაცას ვიტყოდი. მოდით ჯერ იმით დავიწყებ, რაც ზუსტად დავინახე ამ არკანიდან, დანარჩენი დამატებითი არკანებით გავარკვიოთ. პირველ რიგში ამ არკანიდან გამომდინარე მე ვიტყოდი იმას, რომ ადამიანი ცოტა არ იყოს და გაბრაზებული არის რაღაცაზე, რაღაც ძალიან არესი ამოვნა, რაღაც თქვენმა სიტყვებმა ძალიან გული ატკინა. შეიძლება ამის შესახებ არც კი უთქვამს თქვენთვის სხვათა შორის, მაგრამ აი რაღაც ესეთი ბრაზი მოდის, რაღაც ისეთი მომენტი, რომ ახსენდებით, მაგრამ აი ახსენდებით რაღაც ცოტა ისეთი აი ნეგატიური ემოციებით, თითქოს აი ცოტა ორას რომ უნდა შეიძლება ჟღერდეს და ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ აი თითქოს ასე ხმლის ხანჯარისა რაღაცის გარჭოფა უნდა თქვენთვის. თანხმლების ტუზი ზუსტად ასეთი არკანი არის და აი რაღაც ასეც ვხედავ რა, აი ბრას, აი როდესაც ადამიანს უნდა რომ ასე ენით გულში მოგახვედროთ რაღაც ნეგატიური სიტყვები. კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რაში არის ამხელა აგრესიის მიზეზი. ენატრებით თუ არა პირველი ვარიანტი თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. ენატრებით თუ არა. არკანი კვერთხების დედოფალი, არკანი ხმლების სამიანი. ფორტუნას ბორბალი, ხმლების როიანი. შეხედეთ, ხმლები დომინირებს, მეგობრებო, ხმლების ენერგია დომინირებს და ამ არკანებიდან გამომდინარე ვიტყოდი, რომ მონატრებას აქ ნამდვილად ვერ ვხედავ, კი დროთადრო რაღაც იმპულსური შეგრძნება მონატრების სახით ჩნდება ამ ადამიანში, მაგრამ ეს ხდება იმდენად იშვიათად, რომ ფაქტობრივად შეიძლება იმის თქვა, რომ ადამიანის მხრიდან რაღაც მონატრება და რაღაც ნოსტალგიური ემოციები ნაკლებად მოდის. აქ უფრო მოდის რაღაც გულისკენა, რაღაც წყენა, ბრაზი თქვენზე. სხვათა შორის აქ ადამიანი მაქსიმალურად თავს იკავებს იმისგან, რომ თქვენთან მიმართებაში რაიმე სახის ნაბიჯები გადმოდგას და თქვენგან ელოდება რაღაც გარკვეულ ნაბიჯებს და ამასთან ერთად თითქოს შესაძლოა დროთადრო რაღაც გარკვეულ პასიურ აგრესიას ამჟღავნებდეს ადამიანი. მაგალითად, თუ დროთადრო თქვენ შორის შედგება ხოლმე კომუნიკაცია, შეიძლება მისი მხრიდან ასეთი პატარა წაკვენები მოდიოდეს, რაღაც ესეთი ორაზროვანი კომპლიმენტები ან პასიური აგრესია, ან შესაძლოა პირდაპირ აგრესიაც მოდიოდეს ზოგი თქვენგანის შემთხვევაში. მოკლედ რა მითქვას, აქ უფრო რაღაც ნეგატიურ აზრებს და ნეგატიურ ფიქრებს ვხედავ, წყენას, რაღაც ნეგატიურ ემოციებს. პირველი ვარიანტი, მეც ნამდვილად ვეღარაფერს ვეღარ დავამატებდი აქ და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტი, ვინც ამოირჩია. არკანი კოშკი. არკანი კოშკი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ამ ურთიერთობაში რაღაც ფუნდამენტალურად ჩამოიშალა და ეს ფუნდამენტი იყო ემოციები. თითქოს ემოციურად რაღაც გარკვეული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ ფუნდამენტალურად შეიცვალა. დავამატოთ არკანები და ვნახოთ. ენატრება თუ არა. ენატრება თუ არა მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას.
ენატრები თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას მეორე ვარიანტი ფორტუნას ბორბალი შეხედეთ სულ უფროსი არკანები ამოდის და კვერთხების ორიანად დაგვირგვინდა ყველაფერი შეხედეთ მეგობრებო არკანი კოშკი, არკანი ჩამოკიდებული კაცი, არკანი ფორტუნას ბორბალი, არკანი ძალა, არკანი კვერთხების დედოფალი, ხმლების სამიანი, პენტაკლების დედოფალი, ხმლების რვიანი და კვერთხების ორიანი. იცით, ბევრი არკანის ამოღება პირადად მე დიდად არ მიყვარს, მაგრამ ამ შემთხვევაში რასაც გვია ვიგრძენი ეს ენერგია, ინფორმაციის ინტენსიურობა. პირველ რიგში ამდენი უფროსი არკანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენ ეს ადამიანი ასე უმიზეზოდ ნამდვილად არ გაგიცნიათ. პირველ რიგში წინა ინკარნაციებში იყო თქვენ შორის აშკარად რაიმე სახის მძლავრი კავშირი. ან წინა ინკარნაციებში იყო, ან თქვენ საგვარეულოებს შორის იყო რაღაც ისეთი მძლავრი კავშირი. ნათესაობას არ გულისხმობ. რაღაც კარმები დაგრჩათ ერთმანეთთან ან საგვარეულოს კუთხით, ან ბევრად უფრო დიდი ალბათობით წინა ინკარნაციებიდან. უმეტესობასთან რეზონირდება, როგორც აი თითქოს წინა ინკარნაციებიდან მოდიან თქვენი სულები, წინა ინკარნაციაში ძალიან ბევრი კარმული ვალები დაგრჩათ კი არა, გადაგრჩათ ერთმანეთთან და ამ რეალობაში თქვენ ერთმანეთს ძალიან ბევრ რაღაცას ასწავლით. თქვენ ხართ ერთმანეთის ძალიან მნიშვნელოვანი თანამგზავრები, ისეთი თანამგზავრები, რომლებიც ასწავლიან ერთმანეთს ისეთ რაღაცებს, თქვენ ყურადღება ასწავლით ერთმანეთს ისეთ რაღაცებს, რასაც სხვები ვერ გასწავლიან. ანუ ამ ადამიანმა თქვენ რაც გასწავლათ, ამას სხვა ვერ გასწავლიდათ უბრალოდ და ანალოგიურად ამ ადამიანზედაც. და შეხედეთ პირველ რიგში მონატრებას რაც შეეხება, მონატრებაზე ფაქტობრივად საქმე არ არის. აქ უფრო სიღრმისეული კავშირები ჩანს და სიღრმისეული ვითარება ჩანს, იმიტომ რომ პირველ რიგში მე თავდაპირველად რაც გითხარით, არკანი კოშკი მეტყველებს იმის შესახებ, რომ რაღაც ფუნდამენტალური ჩამოშლა, რაღაც იმედგაცრუება მოხდა ამ ადამიანის მხრიდან, თითქოს ეს ადამიანი თქვენგან უფრო მეც ელოდა, თქვენგან ელოდა იმას, რომ თქვენ უფრო მეტ მსხვერპლს გაიღებდით, თქვენ უფრო მეტ ენერგიას, დროს და რესურსს გასცემდით მისთვის და შეიძლება ცოტა არც გაგიციათ ისედაც, მაგრამ აი რაღაც ასეთი მომენტი მოდის, რომ უფრო მეც ელოდებოდა. ბევრად უფრო მეც და არ მიიღო ეს ბევრად უფრო მეტი და ახლა ჩამოიშალა რაღაც ფუნდამენტალური მისი ემოციები, ცდილობს რომ სრულიად სხვანაირი კუთხით შეხედოს ამ ურთიერთობას, იმიტომ რომ აქ მოდის ერთის მხრივ იმის გააზრება, რომ თქვენ ერთმანეთთან არანაირი სახის ვალები არ გაქვთ, მაგრამ მეორეს მხრივ მოდის მაინც რაღაც ეს რაღაც ცოტა ეგოისტური სურვილები. ხვდებით ხო? ზოგადად იცით, მე კი ვამბობ კარმული ვალებიო, ისაო, ესაო, მაგრამ რეალურად არავისი ვალები არ აქვს. ეს გახსოვდეთ მეგობრებო. და კარმული ვალები არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც უნდა გადაუხადოთ ერთმანეთს და ასე შემდეგ. არა. კარმული ვალები ამ შემთხვევაში ნიშნავდა იმას, რომ უბრალოდ ერთმანეთისთვის კიდევ ბევრი რაღაც დაგრჩათ სასწავლი, სხვა არაფერი. და ეს არც ცუდს და არც კარგს არ ნიშნავს, ცუდად არ გამიგოთ. და არკანი ფორტუნას ბორბალი და არკანი ძალა მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ უკვე შეშვებული არის რაღაც გარდაუვალი პროცესები, გადატრიალდა რაღაც გარკვეული პროცესები და სხვათა შორის არ გამოვრიცხავდი იმას, რომ აქ შეიძლება წლების განმავლობაში ქონოდათ ურთიერთობა, რომელიც უცაბედად ჰობდა, გადატრიალდა და სულ სხვანაირი გახდა. მაგალითად, წლების განმავლობაში იყავით რაღაც ძალიან კარგი მეგობრები, ან შეყვარებულები, ან ცოლქმანი და უცაბედად ჰობდა, რაღაც თითქოს გადატრიალდა, შეიცვალა და სულ სხვანაირი დამოკიდებულება გახდა. მაგრამ იცოდეთ, რომ ეს საჭირო იყო ამ ურთიერთობაში. მონატრებას რაც შეეხება, ისიც რაც გეტყოდით, ენატრებით ადამიანს აქ აშკარად მოდის ეს მონატრება და სხვათა შორის აქ დავამატებდი იმასაც, რომ აქ ორივე თქვენგანი მაქსიმალურად ირეკლავთ ერთმანეთის ემოციებს, ერთმანეთის მდგომარეობას და აი ძალიან ხშირად თქვენ რასაც განიცდით ამ ადამიანის მიმართ, ზუსტად იგივეს განიცდის თვითონაც. ძალიან სარკისებურად მოდის. ან შეიძლება პირიქით ხდებოდეს ისიც რა კუთხით, ამ მომენტში თქვენ ენატრებით
ის კი გაიგნორებ და მეორე მომენტში პირიქით ხდება და ეს ასე მუდმივად ეს როლები იცვლება, მაგრამ მაინც ერთ წრეში ტრიალებს ეს როლები, ეს სპექტაკლი ბრჭყალებში. ამიტომაც კი ბატონო, ენატრებით მეგობრებო, მაგრამ ნაბიჯების გადმოდგმას ჯერჯერობით ნამდვილად ვერ ვიტყოდი აპირებს მეთქი. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით. ყველას უღრმესი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს. მე თქვენ გისურვებ წარმატებებს და